შემუშავდა ახალი, რევოლუციური თეორია კვანტურ ფიზიკაში, რომლის თანახმად სამყარო შესაძლოა 7 განზომილებისგან შედგებოდეს. ეს შესაძლოა ფილმ მატრიცას სცენარს გავდეს, თუმცა ფიზიკოსები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩვენი სამყარო სინამდვილეში 7 განზომილებისგან შედგება. ტრადიციულ 4 განზომილებასთან ერთად, რასაც სიმაღლე, სიგრძე, სიღრმე და დრო წარმოადგენს, მკვლევართა მტკიცებით არსებობს რეალობის კიდევ 3 დაკეცილი შრე. მკვლევარებს ჯერათ, რომ ეს თეორია ფიზიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემას გადაჭრის და საბოლოოდ ახსნის იმას, თუ რა ბედი ეწევა ჩამხვრელებს მათი სიკვდილის შემდეგ. ინფორმაციული პარადოქსი. სად ქრება ცოდნა? 10 წლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ შავი ხვრელები კოსმოსურ უბსკრულებს წარმოადგენს, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. თუმცა 1970-იან წლებში სტივენ ჰოკინგმა აღმოაჩინა, რომ ისინი რადიაციას ასხივებენ და დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ორთქლდებიან. და აქ უკვე ეგრეთ წოდებული ინფორმაციული პარადოქსი იბადება. კვანტური ფიზიკის კანონების მიხედვით ინფორმაცია არასოდეს ნადგურდება. რიჩარდ პინჩაკი, სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი, ამას მარტივი მაგალითით ხსნის. წარმოიდგინეთ, რომ წიგნს ცეცხლში აგდებთ. წიგნი ნადგურდება, მაგრამ თეორიულად კვამლისგან, ფერფლისა და სითბოსგან თითოეული სიტყვის აღდგენა არის შესაძლებელი. ინფორმაცია იბნება, მაგრამ არ ეკარგება. თუმცა, ჰოკინგის თეორიის მიხედვით, შავი ხვრელის გაქრობასთან ერთად მასში არსებული ინფორმაციაც ქრებოდა, რაც ფიზიკის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ახალი კვლევის მიხედვით, გამოსავალი სწორედ 3 დამატებით განზომილებაში მდგომარეობს. დოქტორ პინჩაკის მოდელით ეს უხილავი განზომილებები იმდენად მჭიდროდ არის დახვეული, რომ ადამიანები მათ პირდაპირ ვერ აღიქვამენ. სწორედ მათი წყალობით ჩნდება ფიზიკური ეფექტი, რომელსაც გრეხა, თორშენ ეწოდება. თეორიის თანახმად, როდესაც შავი ხვრელი აორთქლებას იწყებს, მისი 7 განზომილება ერთგვარ კვანძად იკვრება. ეს კვანძი უკუქმედების ზალას ქმნის, რომელიც შავი ხვრელის სრულ გაქრობას ხელს უშლის. შედეგად რჩება მიკროსკოპული ნარჩენი, აი ელექტრონზე 10 მილიარდჯერ პატარა, რომელიც შავ ხვრელში ჩავარდნილ მთელ ინფორმაციას ინახავს. ეს რევოლუციური მიდგომა მხოლოდ შავი ხვრელების საიდუმლოს არ ხსნის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თავად ბნელი მატერია იდუმალი სუბსტანცია, რომელიც გავრცელებული თეორიით მთელი სამყაროს მასის 27%-ს შეადგენს. ის შესაძლოა სწორედ ამ უმცირესი ნარჩენებისგან შედგებოდეს. თეორიის გადამოწმება რთული გამოწვევაა. ეს ვიდეო სრულად ნახე კოდის YouTube არხზე. გამოიწერე კოდი და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო.